მოგესალმებით კიდევ და კიდევ მე მინდა ჩაგიტაროთ გაკვეთილი მათემატიკის ეს რაც იმებს იღებს მათემატიკის ციფრების გამოყენებით ჩვენ უნდა ვისწავლოთ ხატვა იოლ ფორმებში მე გახლა ვარ რუსუდან სარსევანიძე ვიწყებთ ხატვას ციფრი 10-ის ციფრის ფარგლებში ყველამ ვიცით დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის არის საინტერესო სახალისო და ამავე დროს ადვილი დასამახსოვრებელი გაკვეთილი იქნება ნულიანი ხო გავაკეთეთ ნული ასე შეგვიძლია რამდენიმე რამე ბურთი გავაკეთოთ ნულიანით გარეშე რასაც მოვიხედებით არის სულ ფიგურები ისეთი რომელიც ჩვენ შეიძლება ვერ ვამჩნევდეთ მაგრამ ადვილი იყოს დასახატი ადვილი იყოს აღთქმის უნარი გქონდეს ყველა საკანს ნულით იხატება ყველაფერი რაც კი ჩვენ გარშემოა მეტწილად დაკავშირებული გარემოსთან ერთიანი ავიღეთ ნულიანი ხო ავიღეთ ერთიანით ვხატავთ ჩემი თემა არის დასახატი ჩემი ეზო შემდეგი გაკვეთილისთვის მოვამზადებ კიდევ სხვა თემას რომელიც საინტერესო და სახალისო იქნება ჩემი ეზო ერთიანით ციფრით ერთიანით ერთიანი წერთ ერთიანებს ხო ერთიანით ვწერთ და ვაკეთებთ ღობეს ნახეთ უყურეთ ცოტა წყალს აურევ რომ კარგად ერთიანით ასე უყურეთ რა ადვილია ერთიანებით ღობის გაკეთება და ერთიანებით ხატვა შეხედეთ ერთიანით ასე წყალში ჩავასველო და გავაკეთოთ ისე ერთიანით დავხატეთ ღობე ერთიანით დავხატოთ ხე დავხატოთ ეს ხე თუ ჩვენ გარეთ ვიდგას ერთიანით ხე ასე ხო ერთიანი აქედანაც ასე თუ გარეთ გვიდგას ღობის გარეთ ასეთ ფორმით დავხატავთ და თუ შიგნით ერთიანი ტოტები ასე ერთიანით თუ ღობის შიგნით გვიდგას ხე ერთიანით გავაკეთოთ ასე შიგნით მივცემთ ფორმას თუ არ გამოგვივა ბავშვებო არ ვინერვიულოთ ყველაფერი რიგზე გვექნება ასე გავაკეთეთ ეს შიგნით ნაწილი სადაც ღობის შიგნით ეზოს შიგნით არის ხე ხო ერთიანით ასე გავაკეთოთ ერთიანით ასე გამოგვივიდა ხე ხო ასე მე გავუკეთოთ ეს ისა კარგით ეხლა ჩვენ ნულიანით ხო ნულით შეიძლება ნული ციფრით რო გაკეთდეს ასეთი ფორმა მივცეთ ხო ნული ხო ასე გამოგვივიდა ასე ერთიანით და ასე ასე ამას მე რო შეიღებება არ ინერვიულოთ არაფერზე ყველაფერი იმას გამოგვივა მთავარია მოვინდომოთ არ ვინერვიულოთ გამოგვივა ყველაფერი ასე შევღებოთ ღობე ხო ისაა სახურავი ბოდიშით ასე სახურავი
ეხლა ასე გავაკეთოთ. ცოტა ფუნჯი ხელს არ მიწყოს, მაგრამ არ აუშავს. ასე. გამოგვივიდა ნულიანით სახლის პატარა ცხოველის თავშესაფარი, ხო ბავშვებო? ცხოველის თავშესაფარი, რომელიც შეიძლება ასე, ასე, გამოგვივიდა, ასე და ასე. ამას კიდევ ცოტა გავაფორმებთ, ასე, ადი შევულებოთ, რომ ასე ჩანდეს, აი ასე. მოდი ასეთი მეთოდ, ასე. კარგით, ეხლა ნულიანით გავაკეთეთ, ერთიანით გავაკეთეთ. მოდი ეს ბარემ ღობეს შევუღებოთ, რომ ცოტა ღობეს დავამსგავსოთ, ცოტა ოდნავ, რომ მერე აღარ აქონდეს ის არა ქვია. თავარია მოვინდომოთ. დანარჩენი ყველაფერი კარგად გამოგვივა. აბა ვნახოთ. კი ბატონო, აი ასე შევღებოთ. ასე იოლ ფორმებში ცოტა ვსუბუქად, აი ერთიანით. ნახეთ უყურეთ რა იოლია ხატვა ერთიანებით. ასე. ეხლა ორიანი, ხო? ციფრი ორიანი. ესეც ერთიანი. აი ასე. ესეც უყუღმა ერთიანად დავხატოთ. ასე, ესეც ასე. ესეც ასე. კი ბატონო. ეხლა გადავედით ჩვენ ციფრი ორიანი, ხო? ორიანი ციფრი. ვიცით როგორც იწერება. ავიღოთ. და ორიანით იხატება. შეიძლება დავხატოთ ჩვენ ბავშვებო და ვისაც აინტერესებს ხატვა, შეიძლება დავხატოთ ფრინველები. ჯერჯერობით ასე თორე შეიძლება ბევრი რამის გაკეთება, ბევრი რამის შექმნა. ცოტა ვერ უდგები მე, მაგრამ არა უშავს მე გავაკეთებ ისე რომ დასანახად იყოს ჩანს, ხო? ორიანით, ორიანი. ხო? ორიანით. შეხედეთ? აქაც მოდი ორიანი გავაკეთო, ასე. ასე. ხო? კიდეც უფრო ესეთი ორიანი ფთარო გქონდეს. ასე გავაკეთოთ. ფრინველები შეიძლება, შინაური ფრინველები აკეთდეს. აქ თვალი და აქ ნისკარტი. ნახეთ უყურეთ. აქ ასე და ნისკარტი. თვალი და ნისკარტი. ასე. ისე ფთა და ასე. სამიანით შეიძლება გაკეთდეს. ასე ჯერ ასე გავაკეთოთ, სამიანით. ფორმა, სამი.
სამიანი შეიძლება პეპელა გავაკეთოთ ბავშვებო. პეპელა ძალიან იოლია და ლამაზი პეპლები გამოგვივა. აი, შეხედეთ სამიანით. ასე. აი, აქაც სამიანი, აქეთაც გავაკეთოთ სამიანით, ასე. ოღონდ ამ სამიანს სიმეტრის ხაზი ჩამოუშვათ, ხო ჩანს? ხო ჩანს, მაშინ ნახოთ ასე. ხო და ასე. აი შეხედეთ. აქედანაც სამიანი უკუღმა გავუკეთოთ და ასე სამიანი უკუღმა. აჰა, გამოგვივიდა პეპელა. შეგვიძლია ასე პატარა ვითომ გუბეში, პატარა იმაში არიან ეს პატარა ფრინველები. ხო, შემდეგ ჩვენ გვაქვს ციფრი. რო შევიყევავთ. ასე, მოდი გინდა შევღებოთ ბარე წითლად. ასე და ზოგი ყვითლად. ასე. ნახეთ, როგორი ლამაზი ფერები აქვს, ყვითელი ისინი გავუკეთოთ. აქაც მოდი პეპლები შეიძლება მოდი წითლად გავაკეთოთ აქ. სხვადასხვა ფერია და მერე თქვენ ფერებს აარჩევთ, თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული, როგორ შექმნით პეპელას, როგორ შექმნით, როგორ დახატავთ. როგორ იმუშავებთ და ძალიან ლამაზი გამოგვივა. აი, საერთო ჯამში თუ დააკვირდებით მერე. აი, ნახეთ. ასე. ეს ახლა გავაკეთეთ. სამიანით შეგვიძლია კიდევ. სამიანით, უყურეთ ახლა ბავშვებო. სამიანით, რიცხვის სამიანით შეგვიძლია გავაკეთოთ. აი, შეხედეთ. ასე, სამიანი. სამიანი, უყურეთ. სამიანი. სამიანით ვაკეთებთ. რომელიც ხის ფოთლების ფორმას მოგვაგონებს. მე ეს შევღებოთ. ნახეთ. ასე. აი ასე. გამოგვივიდა სამიანით ფოთლებიც. ნახეთ, უყურე რა იოლია. ეხლა ჩვენ სამიანის შემდეგი მომდევნო ციფრი არის 4. 4-იანით ვაკეთებთ ჩვენ. სკამი გავაკეთოთ. ხომ ჩანს, აი? 4. აი, 4. ხო არის? ჩანს. ეხლა შეხედეთ. 4-იანსა ასე გავუკეთებთ და ასე. აი, აქაც აქეთა, აი, პატარა, აი, ასეთი ის მივეცით ფორმა. მოდით ეხლა შევღებოთ. 4-იანი, რომელიც აი ასე. ასე შევღებოთ. ასე მივჭეთ ფორმა. აჰა. ასე და ესეც შევუღებოთ. გამოგვივიდა სკამი, ხო? მომეცაქვებით. ხო. ეხლა ჩვენ გავაკეთეთ სკამი და ციფრი 5. ციფრი 5, 5-იანით ბავშვებო, ჩვენ ვაკეთებთ ვაშლები, გავაკეთოთ ვაშლები, რომელიც 5 ციფრი. აი 5-იანი. აი ასე. ხო არის? 5
აქედანაც, აი, ასე, აქედანაც, ასე. 5 ციფრი. აქეთკენაც ვაშლი გავუკეთოთ და ასე. ასეთი ფორმა მივცეთ. აი შეხედეთ, გამოგვივიდა ვაშლები. მოდი შევღებოთ. მოდი ერთი დაბლა დაგდებული ვაშლიც დავხატოთ, ხო? ვითომ ჩამოვარდა. ხის ქვეშ წყალში ჩავასოთ, ვითომ ჩამოვარდა და აი ხუთიანი. და აი ასე. აი ხუთიანი. გავაკეთეთ და ვაშლი. აი ასეთი ფორმა მივცეთ. ამ ვაშს ფოთოლი გავუკეთოთ. ასეთი ფორმა და გამოგვივიდა ვაშლი. ძირს დაგდებული, ჩამოვარდნილი. ასეთი. ეხლა ჩვენ ციფრი 5 გავაკეთეთ 6. ციფრი 6, რომელიც ცხოველები შეიძლება ბევრი რამის ცხოველებზე გავაკეთებ ახლა აქცენტ. ცხოველების გაკეთება, რომელიც შინაურ ცხოველებს ხო ჩანს. შინაურ ცხოველებზე შეიძლება რომ ვისწავლოთ. აი 6 ციფრი. 6-იანი, ხო არის? 6. ასე. მე ესეც 6 ასე უკუღმა გავაკეთოთ 6 ციფრი. 6-იანი. აქ თვალები. უყურეთ, აქ აი ნახეთ, ასე. ასეთი ყურები გინ კატა გააკეთეთ გინ, ძაღლი გააკეთეთ და აი შეხედეთ. ასე, ეს ასე. ასე. ხო, ყავს ჩვენ დარაჯი ძაღლი, აი, ნახეთ. ძაღლი გამოგვივიდა. გინ კატაც გააკეთეთ, მნიშვნელობა არ აქვს, თვალების ფორმა უნდა შეცვალოთ, ელემენტარულად, მეტი არაფერი. ხო, ეხლა ჩვენ მოდი აქ რგოლი გავაკეთოთ, როგორც ასე. ნულიანი. აქაც 0. და 6-იანები. აი ესეთი ციფრები გავაკეთოთ. ჩვენ ეს ახლა 6-იანია, ხო? 6-იანი თმები. აი, ნახეთ ბავშვებო. 6-იანი. ასე. გავაკეთეთ ახლა. ასეთი ფორმა მივეცით. ჩვენ გავაკეთეთ. პატარა ბიჭი დავხატეთ ერთი სიტყვით. პატარა ბიჭი დავხატეთ. რომელიც ეზოში აუცილებელია, რომ უგდოს ცხოველებს ყური, ფრინველებს და ასე შემდეგ. მცენარეებს აუცილებლად ხო უნდა დაიცვას და დაცვა სჭირდება ყველაფერს. მცენარეებსაც, ცხოველებსაც. ხო, ეხლა 6-იანით გავაკეთეთ, ხო? ეს ვიმუშავეთ 6 ციფრით. 7-იანი. ნახეთ, 7-ს როგორ ვაკეთებთ. ცოტა ასე იმას ვიზავ, 7. აი 7-იანი ხო ჩანს? ასე. ესეც, აი ყურეთ 7. ხო არის? აქაც იგივე 7. აი,
გამოვიდა 7. აი ასე. ეხლა ასე გავუკეთებთ ასეთი 7 და აი ასე აჰა შეგიძლიათ რაც გინდა გაადახატოთ ცხოველები თავისუფლად შეგიძლიათ აჰა ასეთი ფორმა მისცეთ და ასე ცოტა ჩავასველებ ამას ასე მე შევღებავ და აქაც ასე ეს ცოტა მოდი კიბე გავუკეთოთ ესეთი რომ ვითომ კიბეზია ორი აი ასე მაღლაზის აი ასე ხო ეხლა ეს 7 გავაკეთეთ მოდი ეხლა 8 გავაკეთოთ 8 ციფრი 8 რომელიც ვაშთან 8 ციფრით შეიძლება დათვი გაკეთდეს შეიძლება უბრალოდ აი კატის ფორმა თაგვის ფორმა ყველაფრის ფორმა შეიძლება 8 ციფრით გაკეთდეს ეხლა ამჟამად მოდი მე ვაშს აი ესე გავუკეთებ აი ასე ჩავაწვეთო წყალი ჭირდება ხშირად ხო და გავაკეთებთ აი ასე 8 ხო აი 8 აი ასეთი თვალები და პირი მოდიცით რა გავაკეთოთ აი ეს ცოტა მეტი მომივიდა წყალი აი ასე აი ასე არა უშავს მე იმას ვისა ეს ასე აი ასე ხო ესე იგი ჩვენ გავაკეთეთ პატარა მატლი რომელსაც ვაშს ეპარება ჩამოვარდნილია რაქნას ძირს გდია და რომ შეჭამოს ხომ მოკვდება ფშიერი რომ იყოს აი ასე ხო 8 გავაკეთეთ ეხლა 9 ხო 9 ციფრით ჩვენ ვაკეთებთ მოდი ხეზე დავსვათ 7 ერთიანი თუ არის ასე ერთიანით ასე ერთიანით 7 დავსვათ აი 9 ციფრი ასე ხო არის ამას შევუკრავთ და კუდი არის 9 ეხლა შევღებოთ ახაც გავაკეთოთ მოდი 9 ციფრი შევკრათ ასე ავიცო აი გამოგვივიდა 7 ხო ეხლა 9 ციფრით მზეს გავაფერადებ შევაფერადებ გამოგვივიდა ჩვენი ეზო რომელსაც მათემატიკის ციფრების გამოყენებით ჩვენ დავხატეთ მათემატიკის ციფრებით შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ასე ნახეთ რა ლამაზი მზია აი ასე ნახეთ ბავშვებო ვისაც ხატვა უნდა ისწავლის მათემატიკის ციფრებით იოლია სწავლა ეხლა ცოტა წითელიც რო აურიოთ აი ესე ცოტა წითელი აი ესე აი აჰა
ჩვენ ღრუბლებიც შეგვიძლია გავაკეთოთ იმით რა ქვია აი დავუხატოთ მზეს არა ესეთი ჩვენ ღრუბლებიც შეგვიძლია გავუკეთოთ რა ქვია სამიანით აი სამიანი რომელიც პაკო გარეთ გინდა გასვლა გარეთ გახვა მაიცა ცოტა ხანი აი ასე ცოტა თუ მუქი მოგვივიდა აი ასე გადაусმევ შეღებავთ ხომ ეხლა ბიჭის ფორმა გავაკეთოთ პაკო დამაცადე პაკო ოდიშით ადი გაი ხო პაკო მოკლედ ეს ცხოველები მეწოდება ძალიან ბევრი ძაღლები მყავს ძალიან ბევრი ასე ასე ეხლა შევღებოთ წვანე ბალახით რომელსაც ჩვენ ეზოში ხშირად ხვდებით ასე ეს კამის ესე ძირი ცოტა ასეთი ფორმა მივცეთ ასე ეხლა ბალახი შევუღებოთ გავუკეთოთ ბალახი ყველას უნდა ყვება უნდა როხა ძაღლი ხომ ეხლა
რამის დავამთავრეთ ნამუშევარი. არ ვიცი რამდენი წუთი დაგჭირდა, მაგრამ ასე იმით შეგვიძლია რომ ჩვენ ვიმუშაოთ ყოველ დღე. პატარ-პატარა ნამუშევრები შევქმნათ. ბალახის ყველაფერია, მწვანე, შეიძლება წითელიც აურიოთ. დორო ეხლა ცა გავაკეთოთ ცისფრად და ჩვენი გაკვეთილის, ჩვენი დავალებაც მე მგონი შევასრულეთ, შესრულებულია, ხო? ჩიტი დაგვრჩა. ჩიტის დაგვრჩა შესასრულებელი. ეს ასე თუ მეტი ჩვენ ნაჭერი გვაქვს, რომ არ ჩამოგვეღვენთოს. ეხლა ჩიტი გავაკეთოთ და ჩვენი გაკვეთილის თემა ამით დამთავრებულია. შემდეგ გაკვეთილისთვის, შემდეგ შაბათისთვის გვექნება მარინისტული ნახატი. თუ გნებავთ, უყურეთ. ჩვენ დავხატავთ ზღვის პეიზაჟს, მარინისტულ მათემატიკის ციფრების გამოყენებით დავხატავთ ნახატს და ადვილად ვისწავლით ზღვის პეიზაჟს. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. აბა
მოგეწონებათ ალბათ ნამუშევარი. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.